დღევანდელი დღის მადლი, დღევანდელი წმინდანების მადლი, წირვის მადლი, დღეს სენება არის 20,000 მოწამეს, რომელიც ნიკომიდიაში აღესრულნენ შობის დღეს დაწეს, ტაძარი ჩაკეტეს და ძალიან დიდი ტაძარი იყო და ამ პერიოდში და გამოაცხადა იმპერატორმა, რომ უნდა მოსულიყვნენ ამ დღეს სპეციალურად, რომ თაყვანიესად კერპებისთვის წარმოიდგინეს და ხალხმა რა თქმა უნდა ზურგი აქცია ამ ყველაფერს ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა და 20,000 კაცი შეიკრიბა ტაძარში წარმოიდგინეს და ჩატარდა წირვა, ეზიარდნენ, ბევრი კათაკმეველი იყვნენ, ანუ მოსანათლად გამზადებულები, იქვე ჩატარდა ნათლობები და აი ესეთ აკეთეს, ამუკეთეს კარები და ამოწეს 20,000 ქრისტიანი. წარმოიდგინეთ როგორი ხედვა იყო, როგორ უყვარდათ წირვა, როგორ უყვარდათ ღმერთი, როგორ სულს არსებდნენ ეშმაკის ყველა მანქანებას. ყოფდებით, აი ჩვენც ეგეთი ბრძოლები გვაქვს რა, ჩვენ შეიძლება დღეს არ ვთავაზობენ კერპების წამოდი ეხლა თქვა კვირა დღეს, ან დღესასწაულებზე წირვა, როდესაც წარდება ტაძარში, შეიძლება არ გვეუბნებიან წამოდი და კერპს ეცი თაყვანი, მაგრამ ეშმაკის სხვა რაღაცებს აკეთებს ისე რომ წირვაზე არ მოგიყვანოს. ყოფდებით, ხან რას გამოგიჩენს, ხან სიზარმაცე წამოვა, ხან ზოგი რამდენს უთქვია, რომ ერთი დღე მაქვს დასვენება, მოდი ეხლა დავისვენებ. დასვენების დრო ჩვენ არ აქვს. როგორც სამსაკური რო გაქვს, სამსაკური და იმით რომ ჭამ და სვავ და იმით რომ ული ოჯახს და სამ უფროსმა რო გითხრას რომ დასვენების დღეს რო იყოს და გითხრას რომ უნდა იმუშაო, ხო, რას ისა? რას იტყვი ახლა, რომ იმიტომ რომ დარჩები მშიერი. და ყველაფერს გააკეთებ, რომ იქ მიხვიდე. ხალხი ზოგი არის ყოველდღე მუშაობა. ამიტომ დასვენების დრო არ აქვს. დავისვენებ ჩვენ, როცა წავდგებით ღვთის წინაშე და თუ ცხონდებით, აი მაშინ მოხდება დასვენება. ამიტომ ჩვენ ეშმაკი ყველაფერს აკეთებს, რომ ადამიანები მოწყვიტოს ქრისტეს. და წირვა, ეს არის ყველაზე დიდი რამე, რაც კი დედამიწაზე შეიძლება რომ ავსრულდეს. ყველაზე დიდი რამე არის. იმიტომ რომ ქრისტე იწირება და ქრისტე მოგიწოდებს. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, აი სახარებაში ესეთი ფრაგმენტია, რომ მაცხოვარი აყვება ესეთ რამებს, რომ მამამო, ესე იგი ბატონმაო, დაპატიჟაო თავის შვილის ქორწილში ხალხი. ეს ქორწილი არის ზუსტად წირვა, სულიერი ქორწილი. თავისი ძის ქორწილი. და მოწოდებულები, დაპატიჟებულები ვარ და ხალხმა მიზეზები თქვა, ზოგმა ის თქვა, რაღაცა ვიყიდეო და უნდა გამოცადო როგორ არის, ზოგმა ქალაქში ვარ დასასვლელიო, ზოგმა ცოლი მომყავდო. ანუ მიზეზები იყო რა და მიზეზები თქვეს და ნახეთ როგორ ამოსმერე უფალი და განრისხდა ბატონი. იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი სიცოცხლე. აქ არის გადარჩენა. და აქ არის ჩვენი მარადიული ცხოვრების დასაწყისი და დასასრულიც აქ უნდა იყოს ეკლესიაში. და ჩვენ როგორ ავართ, იცი, რომ მარტო ამ სოფლიურზე ხო მარტო ამაზე ვფიქრობ და ზოგი ისიც უნდა, ესეც უნდა, ცხონებაც უნდა, ყოფდები და არაფერი არ გამიგეს. როგორ ამბობს მაცხოვარი, რომ ესე იგი ორ ბატონს ვერ ემონება. ან უნდა შეიყვარო ქრისტე და ღმერთი და ჭეშმარიტება და ამის თავდადებული ქრისტიანი უნდა იყო და უნდა იყო ერთგული, ან ეშმაკთან ხარ. ამიტომ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიმუშაოთ ჩვენ და არა, მაცხოვარი რას ამბობს, 6 დღე იქმოდეთ, ერთი დღე ღმერთს მიეცი თაყვანი, ღმერთს მადლობა გადაუხადე, რომ უფალო შენს გარეშე მე არაფერი შემიძლია. ერთს იტყვის და ჩაგაგდებს ლოგინი, ერთს დინებებს და მოვა ისეთი სნეულება, რომ დამთავრდება შენი ყველაფერი. ერთს იტყვის და მისი დაგებულებით წარდგებით გახვალ ამ ცხოვრებიდან და დამთავრდება შენი ცხოვრება. ხვდებით? ამიტომ არის რომ ხო შეიძლება პირიქით ეთქვა, რომ 6 დღე მე მემსახურე და 1 დღეში არა. ერში ვარ ჩვენ ოჯახები გვყავს, ცოლი, ქმარი, შვილები და სამსახური საჭირო ყველაფერი, მაგრამ ის 1 დღე უნდა გამონახო და 1 დღე უნდა ქრისტეს შეუდგე, 1 დღე უნდა მოხვიდე აქ და თან 1 დღე წლიანი დღეს ვინაკეთებს, ხო? რომ 1 საათი ნახევარი რომ მოხვიდე, 1 საათი რომ მოისმინო ეს საოცარი ღვთაებრივი მსახურება. ღვთაებრივი სიტყვა მოისმინო, ყოფდებით სახარება მოისმინო, რასაც ქრისტე შენი ჭეშმარიტი ღმერთი გელაპარაკება, წარმოიდგინე. ამას ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აი ეს რაღაცა იმიტომ გავამახვილე ამაზე ყურადღება, რომ აი თითქოს სულ ეს ხდება ეს პრობლემები რა, დაზარება, სიზარმაცე, იქ რაღაცა მოიცა მერე მივალ, ეხლა დღეს არ წავალ, ხვალ წავალ და ის ამ კვირას მოდი დღეს დავისვენებ ერთ კვირას და მოდი შემდეგ კვირას წავალ. შემდეგ კვირა შეიძლება აღარ დაგიდგეს. შემდეგ კვირა შეიძლება აღარ დაგიდგეს. ან რაღაცა შევწოდავ და ახსარე მოდი მერე ვიტყვი ახსარებას. შეიძლება მე შემდეგი ახსარება აღარ იყოს. და წმინდა მამები გვაფრთხილებენ, რომ აი ესეთი აზრები, ბოროტი აზრები და რომელსაც ჩვენ ვიღებთ, რომ აი მოდი მერე ვიტყვი ახსარებას, მოდი მერე გადავდებ ახსარებას. ან მერე როგორ აკეთებენ, იცი? თქვათ
ორ შაბათია და რაღაცა ცოდვა ჩაიდინა. და შაბათს უნდა მოვიდეს აღსარება უნდა თქვას და შემდეგ დგება და ორ შაბათს ხო ჩაიდინა, მაინც ხო უნდა თქვა აღსარება. მოდი სამ შაბათზე ჩავიდეთ, ოთხ შაბათზე ჩავიდეთ, ხუთ შაბათს და წმინდა მამები გვეუბნებიან, რომ ღმერთი არ დაუშვებს ამასო და არ გათქმევინებს აღსარებას. და ისე გაგიყვანს ამ ცხოვრებიდან. იმიტომ ეს მაიმუნობა, ეს მზაკვრობა არის უკვე. თუ შეცოდე და ნანობ და გინდა რომ აღსარება თქვა, მაშინ იმ წუთშივე უნდა ყველაფერი გააკეთო, რომ მიხვიდე და სინანული გამოვა. ყოფდები და ანუ რაღაცა ჭეშმარიტი ქრისტიანები უნდა ვიყოთ ჩვენ და აი ამ წმინდანებს უნდა ვიუბადოთ. არ წავიდნენ და კეპებს არ სიკვდილზე წავიდნენ, სიკვდილზე. დაამთავრეს ცხოვრება საშინელი და ყვამლით მოწყვეტილები, ბოლით გაიგუდნენ ეს 20,000 ქრისტიანი. შენც აი ესე რომ გეზარება და რომ ესე კარგო არა უფალო დიდება შენს საქმეს ადეკი ძალით წამოდი და რომ მოხვალ და შემოაბიჯებ ეკლესიაში მიხვდები რომ გაიმარჯვე შენ ეშმაკის აი ამ რაღაცაზე და ისეთი სიხარული შემოვა რომ მე რამდენს უთქვია რომ კიდე კაი წამოვედი ეკლესიაში კიდე კაი ვიყავი იქ შეიძლება იმ დღეს მოხდეს შენი გადარჩენა იმ დღეს მოვიდეს ისეთი მადლი შენთან შენ გულს ისე შეეხოს იმ დღეს როდესაც გეზარებოდა და მაინც წამოხვედი რომ აი სიყოს შენი მაინც მართლა ყველაფერი რა რამდენი ყოფილა შემთხვევა ეხლა ჩემ გლობის პრაქტიკაში რომ მოსვლა რომ აი საერთოდ არ ვაპირებდი ეკლესიაში მოსვლას და აი აქ რაღაცა ისეთი სიტყვა მოვისმინე რომ აი დავიწყეთ უკვე ეკლესიურ ცხოვრება ჩემი ცხოვრება დაბადების დღეზე მივდიოდი შაბათი დღე იყო და ჩემი მეგობარმა გამომიარა და მივდიოდი დაბადების დღეზე საერთოდ არ ცხოვრობდი ქრისტიანულად არც ოჯახი მყავდა ქრისტიანული ოჯახი. ნუ ეხლა მონათულები ვიყავით და ესე აღგომას როგორც ესე არაფერი ისეთი რა ეკლესიაში ჩვენ არ დავდიოდით აღსარებას არ ვამბობდით არ მეზე საერთოდ არ წირებდი არაფერი და ჩემმა მეგობარმა გამომიარა დავით ბერძენიშვილმა და თვითონ წამო დაბადების დღეზე წავიდეთო და მივდიოდით დაბადების დღეზე და რაღაცა საქმე მაქვს და მაშინ ბეთლემში იყო მამა ალექსანდრე და იქ ავედი საღამოს ლოცვა იყო. და ბნელობდა რაღაც ისეთი მოვლური ისე იყო 5-6-ის რაღაც წუთები იყო და ბოლო პერიოდზე ცოტა ჩაბმდებული ტაძარი იყო გახსოვთ ბეთლემი და ეს კანდელების შუქი და სიჩუმე იყო და შევედი ამ ტაძარში და შევედი მეთქი და ადროს ეხლა ეკლესია მეთქი დავაგვიანდება ეხლა იქ ველოდება ხალხი ისედაც დავაგვიანებ რაღაცას ვიმარშვები და ხო და შევედით ამ იმაში მაგ ცუცუცუ მაგრამ მაინც მივედი და ვიძებდი და ის მამაოსთან შევიდა მამაოსთან რაღაც რა უნდა და სადება აღარ მახსოვს ეხლა მამაოსთან შევიდა და მე ვიძებდი და ამ თუ სახურება მიდიოდა და ისეთი საოცრება იყო იმ მომენტში რომ ესეთი რამ პირველად მოვხდი ესეთ რაღაცაში და აი მაშინ თქვი იმ წუთში ვთქვი რომ არაფერი აღარ მინდოდა აღარ დაბადების დღე მინდოდა აღარ პროსტარება არაფერი აღარ მინდოდა არაფერი ელემენტი ჩვეულებრივი შაბათი დღის ლოცვა მიმდინარეობდა მამა ირაკლი გარდაცვლილი კალანძაძე ლოცულობდა და თან იმას ისეთი ხმა ჰქონდა და რა მე თუ თქვა ეს დიდე მაგრამ ახსოვს დიდება მაღალიანი იყო რომ დიდება შენ და რომელმა მოვფინე ნათელი და ნუ ისეთი რომ ისეთი სიხარული მიგზენი რომ რამის გავითიში დავარდი და რომ გამოვიდა დათო და წავიდეთო ეხლა მითხრა მაგრამ მე არ მოვდივარ მეთქი მე ამ უნდა დავჩე მეთქი და აღარ მინდა დაბოდებ წადი მეთქი და რას ამბობო და აი ესე წავიდა ისე და მე დავჩი ხედავ აი ის ერთი მისვლა ის ჩემი ერთი მისვლა იყო რომ მე აი ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა ყოფდები და უკვე სხვანაირად დავიწყე ცხოვრება აი ეს არის ამიტომ ამბობ წირვას აი ამ ღმერთი განსაკუთრებულად აი მოქმედებს აი სახურებებში და განსაკუთრებული სხვა მადლი არის აი წირვის პერიოდში იმიტომ რომ წარმოიდგინეთ რა ხდება რომ თელი ზეცა ჩამოდის თელი ზეცა არის აქ და ქრისტე განისვენებს წარმოიდგინეთ ჭეშმარიტი ღმერთი რაღაც სიმბოლიკა კი არა რაღაცა დღეს რაღაცებს ამახინჯები ჭეშმარიტი იესო ქრისტე არის აქ თლიანად და თელი ანგელოზ და გუნდი კერუბინები სერაფიმები წარმოგიდგენთ ეგ რა ხდება აქ ჩვენ სულიერი თვალი არ ვიხილოთ აქ რა ხდება და კიდევ ყოველთვის ვამაყვრებ და ჩვენ ადგილში ვართ ხოლმე ამ პერიოდში ლაპარაკობთ სურჩულები იმართებს სულ აი ეს არის არა გაჩუნდი განილი გაჩერდი შუმათი ყავით სახურების დროს არ ამოვიდა ვიღაცა კეთვის რაღაცას უთხარი და არა ჯობია აწყენინო იმას და არ გასცე პასუხი ვიდრე ღმერთის წინაშე შეცოდო და აქ წელიწადში ერთხელ შედიოდა მღვდელმთავარი ტაძარში საკურთხეველში წარმოიდგინე გახდება რა საშიში იყო იქ შესვლა რომ წელიწადში ერთხელ შედიოდა მღვდელმთავარი იმაში წმინდათაში და შენ აგერ გახარ აი 5 მეტრაში გახარ წმინდათაში კი არა მთელი ზეცა არის აქ წარმოგიდგენთ აქ რა ხდება რა მდგომარეობაში უნდა ვიყო და
არ ილაპარაკო წნარა ჩვიდა და აი ამ გაგებით ვიყოთ რა რომ მადლით აღსებულები წავიდეთ მე სახში ჩვენ ოჯახებში და რაღაცნაირად ჩვენი სული გადარჩეს მერტმაინებას რომ ესეთი ჭეშმარიტი ქრისტიანები ვერ ხომ